1848 წლის 24 იანვარი თენდებოდა კალიფორნიის პატარა დასახლება კოლომაში. სწორედ იმ დღეს დინარის ნაპირას მდებარე მშენებლობაზე ამერიკელმა თურგალმა ჯეიმს ვილსონ მარშალმა შენიშნა ბრჭყვიალა მეტალის ნამსხვრევი. ის მუშაობდა ჯონ სატერის ქარხანაში, ახლამშენებარე საწარმოში. მარშალმა ნიმუში თავის ბოსს აჩვენა. სატერი კი სწრაფად მიხვდა, რომ ეს იყო ოქრო. მაშინ კალიფორნია ჯერ კიდევ მექსიკის ტერიტორია იყო, თუმცა მალევე ყველაფერი შეიცვალა. 1858 წლის თებერვალში დასრულდა მექსიკა-ამერიკის ომი. და იმავე თვეში, როცა ოქრო აღმოაჩინეს, გაფორმდა გვადალუპე იდალგოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კალიფორნია ოფიციალურად გახდა ამერიკის ნაწილი. სწორედ ამიტომ ზოგიერთ ისტორიკოსს მიაჩნია, რომ ეს იყო ყველაზე დროული აღმოჩენა ამერიკის ისტორიაში. ახალი მიწა და უზარმაზარი საბადო ერთდროულად. თავიდან ინფორმაციას მალავდნენ. სატერს ეშინოდა, რომ მის მიწას მასობრივად დაიპყრობდა უცხოელები, მაგრამ ამბავი მაინც გავრცელდა. უკვე 1858 წლის გაზაფხულზე ახლომდებარე ქალაქ სუტერლში და შემდეგ სან-ფრანცისკოში მეზღვაურებმა და ადგილობრივებმა დაიწყეს ოქროზე ამბების მოყოლა. გაზეთმა კალიფორნიამ პირველად დაწერა სიტყვები: ოქრო აღმოჩენილია ახალ ელდორადოში. მალე მთელი სან-ფრანცისკო დაცარიელდა. ისტორიული ჩანაწერების მიხედვით, ქალაქი 800-მდე მოსახლიდან ერთ კვირაში თითქმის გაუკაცრიელდა. ყველა წავიდა ჩრდილოეთით, დინარეებისკენ. იქ მიდიოდა ათასობით ადამიანი. ზოგს გზა თვეები სჭირდებოდა, ზოგს წელიწადზე მეტიც. ისინი მიდიოდნენ აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან, გემებით, რომლებიც დინებისა და ბოროტი ადამიანების გამო ზოგჯერ თვეობით აგვიანებდა. ყველაზე გამძლე ჯგუფები ფეხით გადადიოდნენ მთელ კონტინენტს, ბუფალოს ბილიკებით, უღელტეხილებით და უდაბნოებით. ამ ადამიანებს ისტორია 49ers უწოდებს. 1859 წლის პატივსაცემად, როცა ოქროს ციებ-ცხელებამ პიკს მიაღწია. ოფიციალური ჩანაწერებით, მხოლოდ იმ წელს დაახლოებით 90,000 ადამიანი ჩავიდა კალიფორნიაში. მათ შორის იყვნენ ფერმერები, ექიმები, ჯარისკაცები, მეზღვაურები და უბრალო ხელოსნები. 1850 წლისთვის კალიფორნიის მოსახლეობა უკვე 250,000 ადამიანზე მეტი იყო. 1859 წელს კალიფორნიაში უკვე დაიწყო ის, რასაც ისტორია Gold Rush-ად იცნობს, ანუ ოქროს ციებ-ცხელებას. იმ დროისთვის ამერიკის მოსახლეობა დაახლოებით 23 მილიონი ადამიანი იყო და მისი 1%-ზე მეტი, დაახლოებით 300,000 ადამიანი იმ წლებში გაემართა კალიფორნიისაკენ. ყველაფერი იწყებოდა იმედით. ბევრ მათგანს არასოდეს ენახა დასავლეთი. ისინი ცხოვრობდნენ ნიუ-იორკში, ბოსტონში, ფილადელფიაში, ან თუნდაც ევროპაში. ზოგიერთი გერმანიიდან, ირლანდიიდან და ჩინეთიდან მოდიოდა. ყველაზე გამძლე მოგზაურები ფეხით გადადიოდნენ მთელ კონტინენტს, დაახლოებით 4000 კილომეტრს, მისურიდან კალიფორნიამდე, რაც ზოგჯერ 6 თვემდე გრძელდებოდა. ყველა მათგანი ოცნებობდა ერთსა და იმავესე, ეპოვა ოქრო და გამდიდრებული იყო მალევე. მაგრამ კალიფორნიაში მოხვედრა მხოლოდ დასაწყისი იყო. იქ მდინარეების ნაპირებზე უკვე ათასობით ადამიანი მუშაობდა. ყველაზე პოპულარული ადგილი იყო სიერა ნევადას მთის ფერდობები, განსაკუთრებით მდინარეები ამერიკა, იუბა და ფეზერ რივერი. სწორედ აქ გაჩნდა პირველი ეგრეთ წოდებული მაინინგ ბანაკები, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ადამიანები. პირველ წლებში ოქროს მოპოვება იყო მარტივი. მდინარეების ფსკერზე ოქროს მარცვლები და ნატეხები უბრალოდ ქვიშაში იყო გაბნეული. მთავარი იარაღად გამოიყენებოდა პანი, ბრგვალი ლითონის თასი, რომელშიც მუშები ქვიშას ათავსებდნენ და წყალში ატრიალებდნენ, რომ მძიმე მეტალი ოქრო ფსკერზე დარჩენილიყო. აი სწორედ მაშინ დაიწყო ჰიდრავლიკური მაინინგის ეპოქა. ახალი ტექნოლოგია, როცა მუშები წყლის ძლიერ ნაკადს იყენებდნენ მთების დასანგრევად, რომ მიწის სიღრმიდან ამოიღოთ ოქრო. ეს მეთოდი პირველად გამოიყენეს 1853 წელს და მალევე გამოიწვია კატასტროფული ეკოლოგიური შედეგები. მდინარეები დაიტბორა ტალახით, მიწა დაიშალა, ტყეები კი განადგურდა. ოქროს მოპოვებასთან ერთად შენდებოდა ახალი ქალაქები. საკრამენტო და სტოქტონი გადაიქცნენ სავაჭრო ცენტრებად, სადაც იყიდებოდა ყველაფერი, ნიჩბიდან დაწყებული ცეცხლსასროლი იარაღით დამთავრებული. სან-ფრანცისკო, რომელიც 1857 წელს მხოლოდ პატარა ნავსადგური იყო, 1852 წლისთვის უკვე 360,000 მოსახლის ითვლიდა. ქალაქში მუშაობდა 800-ზე მეტი სალონი, 300 სასტუმრო და 20 გაზეთი, მაგრამ ციებ-ცხელებას უკვე არაფერი აჩერებდა. 1850 წელს,
როდესაც კალიფორნია ოფიციალურად გახდა ამერიკის 31 შტატი, ოქროს მოპოვებამ პიკს მიაღწია. ისტორიკოსების შეფასებით, მხოლოდ 1858-53 წლებში კალიფორნიიდან ამოიღეს დაახლოებით 370 ტონა ოქრო, რომლის საერთო ღირებულება იმ დროისთვის აღემატებოდა $550 მილიონ. დღევანდელი კურსით კი ეს იქნება დაახლოებით $20 მილიარდი. ამ თანხამ მთლიანად შეცვალა ამერიკის ეკონომიკა. ბანკებმა დაიწყეს მასობრივი სესხების გაცემა. აშენდა ახალი გზები, შეიქმნა რკინიგზის პირველი მონაკვეთები, გაძლიერდა სან-ფრანცისკოს პორტი და ამერიკის დასავლეთ სანაპირო პირველად იქცა ეკონომიკურ ცენტრად. ამავე პერიოდში კი დაიწყო ისეთი კომპანიების ფორმირება, რომელმაც მოგვიანებით ამერიკის ინდუსტრიაში უზარმაზარი როლი ითამაშეს. მაგალითად, ლევი შტრაუსი 1853 წელს ჩამოვიდა სან-ფრანცისკოში და დაიწყო მუშებისთვის მტკიცე ტანსაცმლის კერვა. ასე შეიქმნა პირველი ჯინსი, მაგრამ ოქროს მოპოვება არ გრძელდებოდა სამუდამოდ. 1853 წლის შემდეგ რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 55 წლისთვის კი კალიფორნიის დიდი მდინარეები უკვე გადათხრილი იყო და საბადოები თითქმის დაცლილი. 1855 წლის შემდეგ ოქროს სიებცხელება თანდათანობით ჩააცხრა. მდინარეების ფსკერზე აღარ იყო ბრჭყვილა მარცვლები და ვინც ოდესღაც იქ ოცნებით მივიდა, ახლა ნანგრევებს შორის საკუთარ გზას ეძებდა. მაგრამ კალიფორნია უკვე აღარ იყო ის, რაც ადრე. იგი სამუდამოდ შეიცვალა. მხოლოდ 7 წელიწადში კალიფორნიის მოსახლეობა 15 ჯერ გაიზარდა. 1858 წელს აქ ცხოვრობდა დაახლოებით 14,000 ადამიანი, ხოლო 55 წლისთვის უკვე 300,000-ზე მეტი. ეს იყო მოსახლეობის ყველაზე სწრაფი ზრდა ამერიკის ისტორიაში. ოქროს სიებცხელებამ არა მხოლოდ მოსახლეობა გაზარდა, არამედ შექმნა ახალი ქალაქები, როგორებიცაა საკრამენტო, სტოქტონი, სონორა, მერსვილი. ყველა მათგანი დაიბადა ოქროს მაძიებელთა ბანაკებიდან. სან-ფრანცისკო, რომელიც ადრე მხოლოდ მცირე ნავსადგური იყო, 60-იან წლებში უკვე დასავლეთ სანაპიროს ფინანსურ ცენტრად იქცა. ეკონომიკურად ოქროს სიებცხელებამ უზარმაზარი ბიზგი მისცა ამერიკის განვითარებას. 50-იან წლებში სწორედ კალიფორნიის საბადოებიდან წამოსული ოქრო გახდა საფუძველი ეროვნული ბანკის რეზერვების ზრდისთვის. მიღებული ოქრო მოხვდა იმპერიის მონეტარულ სისტემაში. 54 წელს სან-ფრანცისკოში გაიხსნა United States Mint-ი, სადაც მოპოვებული ოქრო მონეტებად გარდაიქმნებოდა. თუმცა მას ბნელი მხარეების მრავლად ჰქონდა. საბადოების ექსპლუატაციამ გაანადგურა ეკოსისტემები. მდინარეები დაიფარა ტალახით, ტყეები მოიჭრა, მიწა გამოიფიტა. ინდიელთა ტომები, რომლებიც იქ საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ, იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ მიწა. ისტორიკოსების შეფასებით, 1858-60 წლებში კალიფორნიის 150,000-მდე მკვიდრი მოსახლიდან მხოლოდ დაახლოებით 30,000 გადარჩა. ეს იყო ტრაგიკული ნაწილი, რომელზეც სიებცხელების ენთუზიაზმით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ დიდხანს არ ისაუბრა. ამავე პერიოდში კი გაჩნდა ახალი სოციალური ფენები, ბიზნესმენები, ბანკირები, მიწის მისაკუთრეები. ისინი, ვინც ოქროს აღარ ეძებდა ქვიშაში, არამედ ქმნიდა მას ფინანსურ ბაზრებზე. სწორედ მათგან ჩამოყალიბდა ამერიკის დასავლეთის პირველი ელიტა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა იყო ფსიქოლოგიური და კულტურული. ოქროს სიებცხელებამ დაარწმუნა ამერიკელები, რომ წარმატება იყო შესაძლებელი ყველასთვის, თუნდაც უბრალო მუშისთვისაც. ამ იდეამ წარმოშვა ტერმინი ამერიკული ოცნება, რწმენა, რომ საკუთარი შრომით და გამბედაობით შეგიძლია შეცვალო შენი ბედი.